პარტნიორიდან პრობლემამდე საქართველოს ანტიამერიკული შემოbrunება. ასია დასათაურებული მოსმენა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიაში 10 სექტემბერს საქართველოსთან დაკავშირებით გაიმართება. გუშინ გამოქვეყნებულ ანონსში ივანიშვილის ხელისუფლება რეგიონში ამერიკული ინტერესების საფრთხედ არის მოხსენიებული. მოსმენის მიზანი კი იმის გაანალიზებაა, რა გლობალური შედეგები აქვს საქართველოს ავტორიტარიზმისკენ სვლას. საქართველო ოდესღაც ითვლებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად და თავისუფლების შუქურად კავკასიაში. დღეს კი მმართველი პარტია ქართული ოცნება ქვეყანას კვლავ რუსეთის ორბიტისკენ უბიძგებს და ამყარებს კავშირებს ჩინეთთან და ამერიკის სხვა მოწინააღმდეგეებთან. ბოლო წლების განმავლობაში ქართულმა ოცნებამ მნიშვნელოვნად დაასუსტა ქვეყნის ინსტიტუტები და კიდევ უფრო შეზღუდა საქართველოს სუვერენიტეტი. ცდილობს ჩინური ინვესტიციების მოზიდვას, პარალელურად კი ბლოკავს ამერიკულ ბიზნესს შუა დერეფნის გზით ვაჭრობასა და ცენტრალური აზიის იშვიათ მინერალებზე წვდომაში. ხელისუფლებამ დააპატიმრა ოპოზიციის წარმომადგენლები, გამოიყენა ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და უარი თქვა ძალაუფლების დათმობაზე ისეთი არჩევნების შემდეგ, რომლებიც ფართოდ იქნა ახმული როგორც არალეგიტიმური. ეს პროცესები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს რეგიონში. მოსმენის მიზანია გაანალიზდეს საქართველოს ავტორიტარიზმისკენ სვლის გლობალური შედეგები. მოწმეები ასევე განიხილავენ ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლო ნაბიჯებს, მათ შორის ორპარტიული მეგობარი აქტის მიღებას, რომელიც მიზნად ისახავს ქართულ ხალხს შეუნარჩუნოს დამოუკიდებლობა და გაგრძელდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ხანგრძლივი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა. ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიაში მოსმენას მოწმეების სტატუსით დაესწრებიან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი. ეს არის კრემლის მორიგი პროპაგანდისტული რაღაცა გზავნილი, რომ თითქოს ჩვენი მეგობრები საქართველოს ჩინეთთან ან ვინმესთან სხვასთან ეკონომიკური კავშირების გამო და ბიზნეს ურთიერთობის გამო აკრიტიკებს საქართველოს კრიმინალურ მოღალატეთა და რუსულ ბანდას აკრიტიკებენ ჩვენი მეგობრები დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურების გამო, დემოკრატიის საფუძვლების განადგურების გამო, პოლიტიკურად ჩინეთის კომპარტიასთან, ხამასთან და აიათოლებთან კავშირის და გაბმის გამო რუსეთის ინტერესიდან გამომდინარე და ევროკავშირთან და ნატოსთან, ისე როგორც წევრ სახელმწიფოებთან კონფლიქტის ხელოვნურად გაღვივების გამო. პირველ რიგში, როცა იქნება ჰელსინკის კომისიის სხდომა ამასთან დაკავშირებით, რელევანტური უფრო მეტ შემდგომში იქნება კომენტარის გაკეთება. ამერიკისთვის ჩინეთი არის სტრატეგიული მოწინააღმდეგე, შესაბამისად ახლა ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ რაღაც ამერიკის წარმომადგენლობრივ პალატაში მყოფ ადამიანებს თავიანთი პოზიციების გამოთქმისგან რაღაცა თავი შევაკავებინოთ, არ არსებობს ამის პოზიცია. რაც შეეხება საქართველოს ურთიერთობას ჩინეთთან, სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული იყო მათთან სტრატეგიული თანამშრომლობა, აქაც კი ჩაუვარდა სტრატეგიაც და თქვათ ეს პოლიტიკაც ქართულ ოცნებას. თემასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ქართულ ოცნებაში. კახა კალაძე ამბობს, რომ კონკრეტული კონგრესმენების განცხადებები ცილის წამება. ამერიკის მიმართ საქართველოს სულისკვეთება კი ყაველაშვილის წერილშია გამოკვეთილი. რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობას, სტრატეგიული ურთიერთობა ამ ქვეყანასთან ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ხედავთ მსოფლიოს სხვა ქვეყნები ყველა მიისწრაფის, რომ ჩინეთთან მქონდეს ახლო მეგობრული ურთიერთობა. რა თქმა უნდა, იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია, არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს ყველაფერს გააკეთებს, რომ კიდევ უფრო გაყრმავდეს ურთიერთობები, კიდევ უფრო დავაახლოვოთ ჩვენი ეკონომიკები. ვფიქრობ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ზოგადად განცხადებებს, რა თქმა უნდა, აღნიშნული განცხადებები დაფუძნებულია ტყუილზე, შეიცავს სიცრუეს, ცილისამებას, იმიტომ რომ აი რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა თუნდაც გამოაქვეყნა წერილი თუ რა არის ჩვენი სულისკვეთება და რა არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ურთიერთობები აღდგეს და ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლით.